საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. გუბა სანიკიძე შევიდა ბიძინა ივანიშვილის ოფისში და 2 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ 2 კილოგრამით მძიმე გამოვიდა. მაღალ სურეკავს ტელეფონი, ხო და მაღალი გახარებული პასუხობს: "დიახ, გისმენთ ბატონო ობამაო." ობამა ეკითხება: "ბიძინა, შენ ხარო?" მაღალი პასუხობს: "არა, მიშა ვარ სააკაშვილიო." ობამა კიდე ეუბნება: "უი, უკაცრავად, შემეშავა." საღამო მშვიდობისა თქვენს ტელე და რადიო ყუთებშია ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის წამყვანი ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. ის აქ არის. ცოცხალი ყოფილა. ის არსებობს და უფრო მეტიც ის ლაპარაკობს კიდეც. პირველი რასაც გავაკეთებ მიმართავ სასამართლოს ილუზია არ მაქვს ჩვენი სასამართლოს, მაგრამ ეს ერთადერთი სწორი გზაა. ამავდროულად არ ვაპირებ შევაჩერო პროცესი, რომელიც დავიწყე, როგორი გეგმებიც ჰქონდა, ისეთივე გეგმებით გავყვები და განვახორციელებდი და მივახცე მას, რასაც გეგმავდი ჩემს გუნდთან ერთად. ღმერთო ჩემო, მართალი ყოფილი. ვაი ჩემს მაღალს, ვაი და კიდევ ერთხელ ვაი. ეგ გაქონდა ბოლო იმედად მაგ ბედკრულს მაგას. ისა ბიძინამ გაზეთებიდან რომ დაიკუხა მიწვიდანეს დაშინებული ნაცმოძრაობელი ადამიანები და შეჭილეს რა ვქნათ 5.5 მილიარდიანი ქონების კაცი გვებძვისო. მაგამა კიდევ დაამშვიდა, ნუ გეშინიათო, კაც ყუილია ეგ ამბავი, ეგ კაცი არ არსებობს, მაგრამ ეხა თქვენ რო უფრო მშვიდად იგრძნოთ თავი, აგერ მოქალაქეობას მაინც ჩამოვართმევო. ნაცებიც დამშვიდეთ თქვენს. უფ, კაცო, ეგ უეჭველი არ არსებობს, რო არსებობდეს ეხლა მაგხელა ფული რო კონდეს ეხა. გული როგორ გაუძლებდა და ჩვენთან ჩამოსულ შერონ სტოუნს როგორ არ ჩაეხუტებოდაო. აგერ მაგალს მაგის ნახევარიც არ აქვს, მაგრამ ორჯერ მაინც გადაეხვია. მაგრამ ვაი რომ ტყუილი ყოფილა. კიდეც არსებობს და კიდეც ლაპარაკობს, თან კარგად. ესე რა იქნებოდა ეხა ჩლიფინა მაინც ყოფილიყო, ან საჩხერული კილო მაინც ქონოდა, მაგრამ არა. კიდევ კარგი დაბალი მაინც ყოფილა. მაგას მაინც მოყავს ეხა პრინციპში, ჩემი მაღალი რაღაცა სიტყვის ეხა პუტინის მაგიდის ქვეშ იყო დაბმული და მაღალი იმიტომ ვერ გაიზარდაო, კი. საარჩევნო სუბიექტებს მოთხოვნებს უმკაცრებენ. სტატიას ამ სახელწოდებით საინფორმაციო სააგენტო IPN-G ავრცელებს. ციტატა ზემოთხსენებული სტატიიდან. კანონპროექტის მიხედვით დასჯადი ხდება საარჩევნო სუბიექტის ფიზიკური პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდების, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებელის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება ან მოთხოვნა. ვინ არის ფიზიკური პირი? რას ლაპარაკობთ თქვენ ეხლა? ფიზიკური პირი ამხელა ბიძინა ივანიშვილი? ისე რა უბედურება კაცო, ეს დემოკრატიული ტრადიცია, რომელიც კანონში კონკრეტული ადამიანის სახელის ჩაწერას გვიკრძალავს. აშკარად გაურთულა ეხლა ამ გარემოებამ ჩვენს ნაციონალ კანონმდებლებს საქმე. ახლა უნდა ადგენენ და კანონში ისეთი რამეები ჩაწერონ. ეხლა გეტყვით როგორი. პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელთათვის აკრძალულია მთაწმინდის მიმართულებით მანქანით ან უმანქანოდ შეხვევა. ან ასეთი აკრძალულია საჩხერელ დაბალ, ერთი წუთით ხო, 1 მეტრი და 76 სანტიმეტრის სიმაღლის გამხდარი ფერმკრთალ, ესე იგი, კაცთან დამეგობრება, ფულის გამორთმევა, ნარდის თამაში, კინოს ყურება და საერთოდ დღეის ამას იქით წეული იყოს ყველა, ვინც, ესე იგი, წყურვალი ნახოს და წყალი მიაწოდოს. ხო და ისიც შეწუხდება ახლა. რაღაც წეული ფიზიკური პირობისგან ისევ ქველმოქმედ ბატონ ბიძინა გრიშაძე ივანიშვილად გადაიქცევა და სრულიად კანონიერად და სრულიად ლიბერალურად წაიღებს თავის ფულს იმ მამულიშვილურ პარტიაში, რომელსაც ნაცმოძრაობა ჰქვია. ყოველ შემთხვევაში ასე ჯერა მავან კანონმდებელს და ნახოთ აბა რა გამოვა ახლა. ოცნებას კანონმდებელი არ მოუკლავს. შაბათს დაახლოებით 1 კვირის თავზე ჩემმა მაღალმა იშიშლა ლაშა ხარაზიშვილი და ბატონ ბიძინას ბექგრაუნდს გადაარტყა. მაგრამ ვერ გამოუვიდა ძველებურად კარგად. ჭორვილას სადემარკაციო ხაზი. მისიანები და სხვისიანები. დაშილები: თარგამაძე ნათელაშვილი, გამყრელიძე თორთლაძე დავითაია. გაშიფრულები: ჩრდილელი ცინცაძე, ანთაძე საყვარელიძე. დატუქსულები: რამიშვილი ბერიძე. დუელიანტი: ბატონი არქი. მისიანები: ალასანია ბერძენიშვილი, ზაქარეიშვილი, ბესელია, ფორუმი, ხუბუტია, ებრალიძე და სუბარი. და მოლოდინში მყოფი ბურჯანაძე და ცნობილები. ოლიგარქის ეპისტოლე და ცოცხალი რიგი ჭორვილას კარზე. ქართული ოპოზიციის რუსული ფანტომასი. Внимание, через несколько минут вас посетит фантомас.
სპეციალური რეპორტაჟი ჭორვილა. მაღალო რაღაც მოტეხილი მეჩვენებდი. ვეღარ არის ახლა შენი გადაცემები ისეთი მწვავე, როგორც მაგალითად მოდელირებული ქრონიკა ან რეალ ტივის ბომბები. ეს მოდელირებული ბიძინა ჩავარდა აშკარა, ჩავარდა. არა, განაიარაზე გააყრი მარილს კაცო. მეც მქონია ჩავარდა და ცუდი გადაცემა, მაგრამ შემდეგ გამომისწორებია. თქვენ შემთხვევაში კი აი იმ დუხს ვეღარ ვცნობ რა, აი ეს დრაივი აღარ მოდის სცენიდან, რაც მაყურებელს რო აღსურს. გადაცემაში ყველაზე დამაჯერებელი ფანტომასის ნიღბიანი ბიძინა იყო და რაღაცნაირად შემაძრწუნა. მე გეტყვის შემდეგ გამოშვებაში, ესე იგი, რაც გავუკეთოთ. პუტინს რომ ართმევს ხელს და უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ერთად რო ტირიან, აი კადრები გავუშვით 3D-ში და მე ნახეთ საზოგადოების რეაქცია. დაო? არ გაქვს კადრები? ხო, მაშინ პუტინი და ბიძინა რომ ყვავილებიან მინდორზე დარბიან და პეპლებს იჭერენ, კადრები დავადოთ, კაც. არც ეგ? არც ეგ არა გაქვს? და უბრალოდ ისა ფოტოშოპში რომ მედვედევს რომ მოვაჭრათ თავი და ბიძინა დავადგათ? აჭამენ? ხო და მაღალო მგონი ის დროა რომ ჩემოდნებს ალაგებდე, მაგრამ ბოინგს როგორ ჩაიდებ ჩემოდანში? მაშინ რაღაცა უფრო დიდი ჩალაგება დაიწყე. ან დაალომბარდა ეგ ბოინგი კაცო. არა, აქაც შეგიძლია პრინციპში დარჩი, არ არის პრობლემა, უბრალოდ რამდენიმე რჩევას მოგცე. 100 ლარიანი პენსია გექნება კი, 10 ლარი ზემოდან სამუშაო სტაჟის გათვალისწინებით. ელექტროენერგია 24 საათიან რეჟიმში გექნება, მაგრამ ერთი რჩევა მაქვს მაინც ეხა, დაზოგე ხა, ნაგავს წერს. ამერიკელმა კანონმდებლებმა იმუშავეს და შესანიშნავი საგზაო რუკა შეგვიქმნეს, რომელიც ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მიგვიყვანს. საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საგზაო რუკა არის სარეკომენდაციო პოლიტიკა როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროპული ადმინისტრაციებისთვის. საქართველოს დასავლეთში საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საგზაო რუკის პოლიტიკა. ასე ქვია ატლანტიკური საბჭოს და ამერიკელი კანონმდებლების სამუშაო ჯგუფის მოხსენებას, რომელიც დღეს შეერთებული შტატების სენატში განიხილებოდა. საქართველოზე მომზადებული საგზაო რუკა დეტალურად ხსნის თუ რა უნდა გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა, ევროპამ და საქართველომ ქვეყანა რომ ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი გახდეს. აი ხედავთ როგორც ზრუნავენ ჩვენზე ამერიკელი კანონმდებლები. დაიღალენ ამერიკელები ნატოს შესაძლოებში ჩვენი ლოდინით და ბოლოს ადგენენ და საგზაო რუკა შეგვიქმნეს, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსამდე მიგვიყვანს. ამ რუკაში რამდენიმე გზა არის აღნიშნული, რომლითაც დასავლეთამდე მივალთ. აი მე ახლა განახებთ ესე იგი ამ გზას, რომელიც სასურველ მიზნამდე მიგვიყვანს. ეს არის მოკლე გზა, რომელიც ნატომდე მიდის. აი, გავიარეთ გორი, ქუთაისი, ზუგდიდსაც გავცდით, თუმცა აი ეს მოკლე გზა აქვე მთავრდება და მეტი აღარ მიდის. არის შემოვლითი გზაც, ხო, რომელიც ასევე ნატომდე მიდის. მაშ ასე გადავდივართ თბილისიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. შემდეგ ვჩერდებით ჯერ ერაყში, გარკვეული პერიოდი, მერე დავიძრებით ავღანეთისკენ, სადაც კიდევ გავჩერდებით ცოტა ხანს, რომ სურსათის მარაგი, ესე იგი შესაბამისად შევივსო. ავღანეთის მერე გზა იყოფა რამდენიმე ნაწილად. ერთ-ერთი გზა მიდის თეირანისკენ, მაგრამ ეს გზა ჯერ არ არის ბოლომდე დამთავრებული და შეიძლება არც კი ღირდეს ახლა თეირანის გავლით ნატოში ჩასვლა. შემდეგ გზა გრძელდება აღმოსავლეთის ქვეყნების, ესე იგი, გაუვალ ჯუნგლებში. და თუ აქ რომელიმე ადგილობრივმა ტომებმა არ შეჭამეს ნატოს აღმოსაჩენად მიმავალი ქართველი მოგზაურები, აუცილებლად აღმოაჩენენ ნატოს. ისე ხარ, რომელი ჯეიმს კუკები და რუალ ამუნდსენები ვართ ახლა, რომ ეს საგზაო რუკა მოგცეს ნატოს მისაგნებად. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დრო. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. იხარერო, ჩვენი დემოკრატიული ხომალდი ნატოსკენ უკვე საგზაო რუკით აღჭურვილი მიდის. ასწიეთ ალამი, გაშალეთ აფრები და აზიმუტიანი კომპასიც მოიმარჯვეთ. ჩვენი გემი. ოღონდ ღუზა არ ასწიოთ, მართლა არ წავიდეთ. ცხვირი გავს? გავს. ნიკაპი გავს? გავს. შუბლი გავს? გავს. ხო და ეგ არის. ის ნამდვილია, ის არსებობს. თან ლაპარაკობს, ალბათ სიგარეტსაც ეწევა, ან არ ეწევა. მაგრამ ესეც არსებობს და ესეც ლაპარაკობს თან უფრო მეც. ხსნის და ხურავს როგორც გაეხარდება. დაბალი და მაღალი. უგულავა საერთოდ რა შუაშია. გრძელდება ბიძინა ივანიშვილის შესახებ არსებულ მწირე ბიოგრაფიულ ცნობებში მძიმე და შემაძრწუნებელი ცოდვების ძებნა. საქმე ფრიად საძნელოა და მაძიებელი ხალხი მაინც და მაინც მაყოფილი არ რჩას, მაგრამ ეხლა მთლად ასე უიმედოდაც არ არის საქმე. ნახეთ მავან პროფესორს რა გადაცნობები აღმოუჩენია ბიძინა ჩემის წარსულში. მე ვიცი რომ ორშაბათს გამოვა ჟურნალი ტაბულა, სადაც თქვენ ბიძინა ივანიშვილს სტატია მიუძღვენით. მე
მონახაზი ვიცი პრინციპში და მაინტერესებს რუსეთის თემა. რუსეთის თემა აქტუალურია, ვერ გავექცევით. მთავარია ჩემს არის გავიგოთ რა არის ეს мотиваცია და ერთ-ერთი ყოველთვის გავიგოთ ეს мотиваცია, უნდა ვნახოთ არგუმენტები, რომელიც მას მოყავს რატომ გადაწყვეტა პოლიტიკაში ჩართვა. ჩვენ ბევრი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს, რაღაც 2 წელი გვაქვს წაკითხული. და ძირითადად შეიძლება ვთქვათ, რომ საუბარი არის იმაზე, რომ მას აწუხებს საქართველოში დემოკრატიის ბედი, ვთქვათ, ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა, კორუფციის დონე და ასე შემდეგ. თუ გავაანალიზებთ სწორედ ამ მოტივებს, რასაც ეს ადამიანი ახსენებს, მაშინ ლოგიკურად ჩდება კითხვა, რომ ეს ადამიანი სანამ გახდებოდა საქართველოს მოქალაქე, იყო რუსეთის მოქალაქეც და თუ ჩვენ შევადარებთ თქვა საქართველოსი მდგომარეობას ნებისმიერ ამ საკითხში, რუსეთში მდგომარეობას, საქართველოს შედარება რუსეთთან უბრალოდ სასაცილოც კი არის, პრობლემების მასშტაბი იმდენად დიდია რუსეთში. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვახსენდება არც ერთი შემთხვევა, როდესაც ბატონ იბიძინა ივანიშვილს რაიმე სახის კომენტარი ან კრიტიკა გაჟღერებული იყოს მისი მხრიდან, თქვა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ან და სწორედ ეს არის ის, რაც ჩემის აზრით ბადებს ამ ეჭებს, რომ ხომ არ არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, ვთქვათ, კრემლთან ასე ვთქვათ. დიახ, ხედავთ რა ვერაგობასთან მქონია საქმე. ეს ადამიანი იყო რუსეთში, მაგრამ რუსეთის მოქალაქეობაზე არც კი ფიქრობ. რა საშინელებაა, კაცო? რა უბედურება იყო სოფელში და სოფლისთვის არაზრუნად. აუცილებლად უნდა მივაწვეთ მაგ ამბავს, ხო? თან ამავდროულად ავდგეთ და კახა ბენდუკიძის მოსკოვური საპროტესტო აქციები გავახსენოთ მოსახლეობას. როდესაც მილიონერი კახა რუსეთის დუმის კიბეებზე ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის დაცვის მოთხოვნით შიმშილობდა. ხო, კახა ის არის, გამხდარი და გრძელთმიანი. თქვენ ვერც კი იცნობთ ზურფასო ტელემაყურებლებო ბატონ ბენდუს. დიახ, კახა რუსეთში გამხდარი იყო, აბა რა გაასუქებდა, როცა რუსიერი ასე იტანჯებოდა. შემდეგ ჩეჩნების გენოციდის გამო ვლადიმერ პუტინს რომ ვეღარ მოუთმინა და მწარე სილა აჭამა, ესეც ვანახოთ და გავაშიშვლოთ ბიძინა. თუმცა მგონი ეგ არ არის ლიბერალო კაცო საკმარისი. სასწრაფოდ უნდა ადგე შემოიბინო ქვეყანა და ყველა ქართველს მოახსენო ბიძინას სოდების შესახებ. შელიაგერ ყანაში და იქ მომუშავე გლეხს უთხარი ბიძინას ხმას როგორ აძლევთ, მაგან რუსეთში ფრენსის ფუკუიამას ლიბერალური შეხედულებები გააქილიკა და მონტესკიეს და ჟან-ჟაკ რუსოს სამოქალაქო უფლებებზე დამყარებული სახელმწიფო აბუჩად აიგდო. ეგეც თუ არ აღმოჩნდა საკმარისი, არის ნერვიული ხა. მე მაქვს ბიძინას მოსკოვის მეტროში გადაღებული სურათი. მაგ სურათზე დაგვიანებულ ბიძინას მატარებლის კარები უჭირავს და მატარებელს აგვიანებს. ეგეც გამოვიყენეთ. ხუმრობა საქმე ხო არ არის ახლა ამდენ რუს შეუზღუდა კონსტიტუციით მინიჭებული გადაადგილების უფლება. ხო. თბილისის მერია მოსახლეობას სატრანსპორტო ვაუჩერს სთავაზობს. მერის ინფორმაციით, 5 ლარიან ვაუჩერს საქალაქო ტრანსპორტის ყველა ის მგზავრი მიიღებს, ვისაც 17 ოქტომბრამდე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულება სატრანსპორტო ბარათით ერთხელ მაინც აქვს გადახდილი. ეს არის ამონარიდი საინფორმაციო სააგენტოს IPN-ის მიერ გავრცელებული სტატიიდან. მოკლედ, რას არიღონებს ჩემი ხელისუფლება, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპყრობილი ხალხის გულები ისევ უკან გადაიბიროს. ეს 5 ლარიანი სამარშრუტო ვაუჩერები ჯერ დასაწყისია. თქვენ გონიათ ეხლა ასე უბრალოდ ჩვენს გასახარებლად დაგვირიგეს ეს 5 ლარიანი ვაუჩერები? არაფერიც. შეშფოთებულები არიან. ბიძინა ჩემის პოლიტიკაში მოსვლით და ახლა ყველა ღონესხმარობენ, რომ იგი დააჯაბნონ. მომავალში უფრო უშუალო გახდება ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერები, ოღონდაც კი ბიძინა ჩემზე ფიქრი დაავიწყებინოს ხალხს. მალე ალბათ სადარბაზოებში დაგვხვდებიან და ბინაში ავეჯის ატანაში მოგვეხმარებიან. დროდადრო ჩვენთან ერთად ქუჩაში ბირჟასაც გაამაგრებ. ისე ხელისუფლების გამკვირვებია ეგაც. 5 ლარიანი ვაუჩერებით გინდათ გადაფაროთ 5.5 მილიარდი $. ჩემმა მაღალმა გაიგო რაკეტილის საქმის მთესველი და ასევე ეკლესიათ მშენებელი ბიძინა ჩემს წინააღმდეგ დადგა და მე გადაყირავებას მიპირებსო, დააკრა ფეხი და პირველი რაც ქნა ეგრევე მოწამეთას მონასტერში გავარდა და თავისი დემოკრატიული თავი ამჯერად ღვთისმოსავად მოგვაწოდა. შაბადონა დაგაზლიეროს უფალმა შვიდობა მოგცეთ. ეთილად და კარგად გავყოფოთ ჩემო. როგორ ძადეთ? როგორ ვიც გამარჯვებთ აი
თუ არ არის მორჩილებისა და კაცთმოყვარეობის პიკში ჩემი მაღალი. თავმძიმედ ჩამოიარა ტაძრის ეზოში, ყველას მიეფერა, ააკოცა. თბილი სიტყვებით მოიკითხ, ესე იგი, მიუკვნეს მიუჭიქჭიკა კიდეც. ასეთია შემოკარგებო ღრმად მორწმუნე ადამიანის ცხოვრება. გადაადგა თუ არა ფეხი ტაძრის ზღურბს, თავისი ჩინი, წოდება, ლიდერობა და გრაციოზულობა იქვე დატოვა და ეკლესიის ეზოში სხვა დანარჩენი სანთლებივი დადნა და დაიღვედა. როგორ გიყვარს ჩემო გრაციოზულო შენი ხალხი და ამათ კიდევ მგონია ეს ახლად გამოჩენილი ბიძინა ურჩევნია, ესე იგი, შენს ჩვენზე გადაგებულ თავს. ეგრეა კაცო, ხალხი ბრბოა. გინ წინ დაუდე დემოკრატია და გინ უკან. რაგინ კარგი პრეზიდენტი ყავდეთ, მაინც ურჩევნიათ სხვისა. მოდით განვაგრძოთ ჩინი მაღალის იმერული ვოიაჟი და კიდევ აღმოვაჩინოთ მისი ახალი კდემები. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ 2 წლის წინ დიდი რესტავრაციის ჩატარება და დიდი ტაძრის აღება, ის რომ ასობით ეკლესია საქართველოში აღდგა, მაგრამ ეს ტაძარი განსაკუთრებული სილამაზით არის. თუმცა რა თქმა უნდა, ჩემთვის მაინც გვირგვინი მეუფესთან ერთად აქ დიდი აღდგენით სამუშაოებს განსაკუთრებით იმერეთში და დანარჩენ საქართველოს არის ბაგრატი, რომელიც მომავალ წელს უნდა აღდგეს, იმიტომ რომ ბაგრატი არის სიმბოლო ძლიერი ერთიანი საქართველოს. ნეკრესში ვიყავი, ნეკრესიც და გავს აქაურობას, ისიც ამ ბოლო ხანებში აღდგა და ეს არის იმხელა საგანძური გვაქვს ჩვენ უბრალოდ მართლა არ მხოლოდ სოფლიო მაგალითწოდა ეს, არამედ ქართველებსაც კი ბევრი რაღაცა ქონდა დავიწყებული და აი ხა ყველაფერი ბრუნდება უკან და ეს მე ძალიან მახარებს. ვა, ხედავთ თქვენ ხალხთან ერთად ეკლესია მონასტრებიც როგორ ყვარებია და საკუთარ თავსაც როგორ არ ზოგავს მათი მშენებლობისა და რესტავრაციის. დაილოცო შენი ძალა და სიდიადე. მართლა როგორ ცვლის ადამიანებს, კაცო და მართლა რამხელა მადლი ქონია არჩევნების მოახლოვებას. როგორ გაზარდა, დახვეწა და დაადინჯა ჩემი მაღალი. არა და ახალი არჩევლიც მახსოვს, დასაღვინებელი მაჭარივით რომ დუღდა და აჭარაშიც ერთ-ერთი საბრალო ეკლესია რომ დაანგრევინა ადგილობრივ მთავრობას. არა, მართლა დაილოცო შენი ძალა კარზე მომდგარო არჩევნები. ისევ შენ თუ გამოგვაცოცხლებ ხოლმე ცოტას თორემ შენი ჩალა და ჩვენი ფიზიკური და სულიერი სიდუხჭირე ერთია. ახლა მოდი ძვირფასო მომზირლებო იმერეთის ცენტრ ქუთაისში მომხდარი ამბებიც მიმოვიხილოთ. რაღაც 5-6 წელი წინ ხონდა ერთი პატარა ყირულის მოედანი თბილისში. თბილისში გაჩნდა მეორე, ჯერ გაჩნდა ბათუმში, მერე გაჩნდა ზუგდიდში, მერე გაჩნდა ბათუმში მეორე ოლიმპიური. ეხლა გაჩნდა ქუთაისში. გასკნეს გულზე ყველა ვიცი ზახოდა რომ ქუთაისში არაკეთებენ მოედანსო გავაკეთეთ. დიახ, გულზეც გასკნეს და იმაზე რა ქვია, უარესეც. რა არ იქნებოდა რა? ვერ გააკეთებდა ხა ჩემი მაღალი ყინულის მოედანს ვერ მოერეოდა და ეხლა ისა მაგაზე აცინებდა ეხლა კიდე იმ ცივ რუსეთს. არამც და არამც და უფრო მეტიც ნახეთ ხალხო თვითონაც როგორ გედივით მონარნარებდა ჩემი მაღალი ქუთაისურ ყინულს. არა, რაც გიხდება და რაშიც მაგარი ხარ, ხა მაგას მართლა ვერავინ ვერ დაგიკარგებს. რამდენი გახარებული ბავშვის, მშობლის და ციგურის გული და ერთი ხმა მოიგეთა? და დადგეს ახლა ივანიშვილი და გასკდეს გულზე. ყოფილიყო თავისთვის, ჭკვიანად და ერთ ყინულის მოედანს მაგასაც გააკეთებინებდა ჩემი მაღალი, მაგრამ ყინულის მოედნების შენება და კარგი ცხოვრება არ უნდოდა და იყოს ახლა ოპოზიციაში. იჯდეს იმ თავის ლამას სახში და იქიდან ირტყას მჯიღები გულზე. ეგეც შენ ბიძინა ივანიშვილო. მართალია შენ ბევრი ფული გაქვს, მაგრამ ჩემს ღარიბ და გაძვალტყავებულ მაღალს ფული საერთოდ არ სჭირდება. ის ქართველ ხალხს შიგიჟემდე უყვარს და გზიდან მალევე თუ არ ჩამოეცლები, იცოდე, ყინულის, ესე იგი, მოედნებით გახარებული ხალხი ერთიანად გაგთელავს და ისევ მომღივარი სახეებით განაგზობს ციგურაობას. ეს ხომ ქართველი ხალხია და შესაბამისად გასაკვირიც არაფერი. აბების ეთერს კლავაც პოლიტიკოსთა მიერ გამოთქმულ 5 ფრაზას ვუთმობ. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილზე გავიდა ჩემი მაღალი, რომელმაც გუბერნატორების შერჩევის კრიტერიუმები სააშკარაოზე გამოიტანა. კი, ძალიან მაგარი კინო გაკეთდება და მოკლედ მუზეუმი და ასე ცეთა შეეკრება. სიგურებს რეალი, ცი? არის. აბა რა აზრი ახლა, რა ქუთაისის გუბერნატორი ხარ? მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილი ერგოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, რომელსაც ალბათ ამჯერად ქართველი გლეხის ყველაზე მაგარ ტიპად წარმოჩინება ჰქონდა დასახული და გამოვიდა კიდეც.
შეუძლია ფერმერს, რომელსაც სჭირდება ტრაქტორები, დაუკვეთოს სალიზინგო კომპანია. სალიზინგო კომპანია იმ პარამეტრების მიხედვით, რომელიც იქნება მიღებული მისგან, ანუ ლიზინგის მომთხოვნისგან, ასე ვთქვათ, საგნის მომთხოვნისგან ეს პარამეტრები დაუკვეთავს ვენდორს, ანუ წარმოებელს, მაგალითად ამ ძირითად საშუალებებს და შესაბამისად IAP, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტს მიაწოდებს ლიზინგის მიმღებს. ანუ ამ შემთხვევაში ფერმერს. ეს რა თქმა უნდა გაუმარტივებს ფერმერს საქმიანობას, იმდენად რამდენად მას არ დასჭირდება ცალკე კრედიტის აღება და საკუთრებაში თქვა შეძენა შესყიდვა, ასე ვთქვათ, ძირითადი საშუალების ტრაქტორის. მესამე ადგილი. მესამე ადგილი კვლავ ჩემმა მაღალმა დაიკავა. კი, მართალია, მელას რაც ეცისმრებოდა, ის ელანდებოდაო, მაგრამ ყველგან კაც. ეს ტაძარი ბაგრატ მესამე მარგო თავის დროზე ორი გმირი ქართველის დავითის და კონსტანტინეს რომელიც დაიღუპენ მაშინდელ იმ დროის პუტინთან მურვანყრუსთან ბრძოლაში მეორე ადგილი. მეორე ადგილიც ჩემს მაღალს ხვდა წილად, რომელმაც ქუთაისი თავისი ახალი ერთი ცალი ყინულის მოედნით ასე გაგვაცდა. და ორი რომ გაეხსნა, მე უკვე რაღაც ისამ და ჩვეულებრივი მოკვდავისთვის წარმოუდგენელია. და საერთოდ ის აი გარშემო რამდენი სიღარიბეა, რამდენი მუშაობა ეხარ შევხვდი ხალხს, რა აქ ხალხს ძალიან უჭერს. მაგრამ ეს ბავშვები რომელიც ყოველდღე გამოვლენ, აი ამ რაც არის თქვა ნორვეგიაში, ჰოლანდიაში, ინგლისში, ამერიკაში. პირველი ადგილი. პირველი ადგილი კი მიენიჭა ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო ბაყაბუყმერაბიშვილს, რომელმაც ალბათ უჩვენოდ დაივიწყა წარსული და ახალი ცხოვრებაც სუფთა ფურცლიდან დაიწყო. მადლობა ღმერთს საქართველოში დადგა დრო, რომ ყველა შეგვიძლია ხალისით აღნიშნოთ ყველა დღესასწაული, იმიტომ რომ ჩვენ დავამტკიცეთ, შრომაც შეგვიძლია, ბრძოლაც შეგვიძლია და დასწრებაც შეგვიძლია. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.